დიახ, ნახეთ ქალბატონო ინგა, არის სპეციალური საშუალება. ეხლა არ ვიცი ეს შეიძლება რაღაც იდეათაც აიტაცონ ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. არის სპეციალური საშუალება, რომელიც მართლა ესეთ მდგომარეობაში არის ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი, გაზი, რომელსაც შეუძლიათ ავტომობილი ტომიდან გააფრქვიონ. მაგრამ მათ ეს არ ქონდათ. მათ ქონდათ მხოლოდ ის დასახელება, ის ქიმიური შენაერთი ორი შემადგენლობისგან, რომელიც არის ერთი სითხე, მეორე არის ფხვნილი. ესენი ერთმანეთში ზავდება, ხოლო შემდეგ ამ გაზავებულს უკვე ათავსებდნენ ავტომობილი ტომას ავსში, რომელსაც სპეციალურად გამიზნულად აქვს ცალკე გაზისათვის ჩასასხმელი ადგილი. ანუ ცალკე აქვს ავზე, სწორად არ მახსოვს, ეს არის ან 20 litrიანი, ან 40 litrიანი არის. ზუსტად არ მახსოვს ახლა მისი მოცულობა და ტევადობა. და აქედან გამომდინარე იმიტომ სხვა საშუალება ჩემი აზრით მათ არ ქონდათ, რომ ეს კიდე საზღვარგარეთიდან შეეძინათ. აქედან გამომდინარე მე სწორედ მაგიტომაც მაქვს ეს ეჭვი და სწორედ მაგიტომაც შემიძლია ვთქვა დაზუსტებით, რომ მათ სწორედ ეს გამოიყენეს, ეს შენაერთი გამოიყენეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ამის მიზეზიც ვიცი, რატო გამოიყენეს, იმიტომ რომ იმდენად არაკომპეტენტურები იყვნენ. ჩემი რა თქმა უნდა ეს ჩემი აზრი არის ეს არავის არ უთქვა შეთვის და მაშინ არ ვიცი დარწმუნებული არა ვარ მაგრამ ეს ჩემი აზრი არის რომ არ იცოდნენ მათ უბრალოდ ამის შემადგენლობა არ ყავთ იქ კომპეტენტური ადამიანები დაუჯერებელია ანუ ექსპერიმენტებს ისი ატარებენ რომ არ ყავთ სპეციალისტები ანუ ექსპერიმენტებს ატარებენ საკუთარი ხალხის ხო და აი ეგ უნდა მეთქვა ბოდიში ერთი წუთი ჩაგეჭრებით მელაძის შაბათში თქვენ რომ მოყევით ამ დარბევებამდე ბევრად ადრე CSKO-სთან რაც მოხდა, რაც განვითარდა, აი ეხლა ანუ როცა ის მანქანა გაფუჭდა ტომა, ხო? ტომა და პოლიციელები იდგნენო იქო, თქვენ ყვებოდით, იდგა საშინელი სუნი, ძალიან მძაფრი სუნი და პოლიციელები იფურთხებოდნენ, ყვიროდნენ, რომ რას გვიკეთებთ. ორი პოლიციელი მაშინვე თქვენივე თქმით გადაყვანილი იქნა სასწრაფოთი, იგივე სიმპტომებით. ანუ დაუჯერებელია ეს ხალხი მაშინ გამოდის, რომ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, საკუთარი პოლიციელებიც მოყვნენ ამ ექსპერიმენტში, მერე დარბევებისასაც, ისე რომ სპეციალისტები არ ყავთ და არ იციან რასაკეთებენ. ნახეთ როგორ შეიცვალა მთლიანად სტრუქტურა ანუ GDD მე დარწმუნებული ვარ ამაში, დღემდე არის კარგად და მკაცრად დისციპლინირებული დანაყოფი. თავარი არის როგორ მიმართულებას მიცემ, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ხელმძღვანელობაზე. სავარაუდოდ ხელმძღვანელობას არ ჭირდებოდათ ისეთი ადამიანები, რომელსაც ჰქონდათ მეტნაკლებად განათლება სწორი, რომ სწორი ხაზით და სწორი მიმართულებით წაეყვანათ ესა თუ იმიტომ რომ გამოადგებოდათ ეხლა მათ რო ვინმე ჭკვიანი ადამიანი ყოლოდათ, ვინც ამის მთლიანად იცოდა ამის დამოკიდებულება რის წინააღმდეგ და რის საშიშროების წინააღმდეგ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. არ ვიცი ახლა მე ამდენად ცივსისხლიანები როგორ არიან რომ მაინც გამოიყენებდნენ, ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამას არ გამოიყენებდნენ. რაც შეეხება ექსპერიმენტებს და იმას თუ საიდან მომაქვს ეს გახსოვთ ის ეგრეთ წოდებული დათვის ტყუების როგორ არ მახსოვს თემა, დიახ. როგორ არ მახსოვს იგივე სიტუაციაში აღმოჩნდი მე სწორედ მაშინაც ზუსტად რომ მილიონჯერ გავაფრთხილე რომ არ შეიძლებოდა ამ ვაზნების ჩაშვება, არ შეიძლებოდა ამის გამოყენება და ამის მტკიცებულება გადაღებული გაუგზავნე, ანუ ოფიციალური ამის მტკიცებულება გადავიღე, თუ რა საშინელი ეფექტი შეიძლებოდა ამას ქონოდა და გაუგზავნეთ, რომ ამის გამოყენება არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ჩაუშვეს. ამის შემდეგ, როდესაც ეს გავრილოვის ღამე მოხდა და ჩვენ აღმოჩნდით იმის წინაშე, რომ მე მიახლოებით მივხვდი, რომ შესაძლებელია იქ უკვე იმდენად იძაბებოდა სიტუაცია, რომ გამოეყენებინათ ეს რეზინის ტყუები, მე მაშინ დანაყოფ სხვათა შორის ჩემი უპირატესობა რა იყო განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოში, უბრალოდ მე კარგი ავტორიტეტი მქონდა, კარგი ადამიანის ასე რომ ვთქვათ
შთაბეჭდილებას ვტოვებდი ყოველთვის და ყველასთან მეგობრულად ვიყავი. მე მაშინ უთხარი მაშინ გაყოფილების უფროსებს, რომ ბიჭებო ეს არ გამოიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის საშიში, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება რომ თქვენ ეს გამოიყენეთ, რაც შემდეგ სხვა დანაყოფებმა გამოიყენეს იქ, თქვენ მე ვთხარი ამაზე პასუხს აგებთ და პასუხს გაგებინებენ მეთქი და მართლაც ზუსტად ეგრე მოხდა, მათ დატოვეს ეს ვაზნები და არ წაიღეს იქ და ხოლო რაციაზე მე როდესაც დამიძახეს მაშინ რომ შემოიტანე მე მივედი მაშინ შევედი და უთხარი რომ მე ვერ შემოვიდა ნათ იმიტომ რომ ხალხია ბევრი და შეიძლება რაღაცა ექსესებს ქონდეს ადგილი და ეს წამართვან ან დაიკარგოს მაგრამ სამწუხაროდ იქ აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები ვინც ამის შესახებ არ იცოდნენ მე ამას მართლა არ იცოდნენ და ისე გამოიწვია იცით რა მან ძალიან საინტერესოა თქვენ ახლა რასაც ამბობთ მაგრამ აი მაინც მაინტერესებს თქვენი აზრით რა ვერსიებში არის ეს ოცნება გაჭედილი კონკრეტულად აი ამ ქიმიურ ნივთიერებასთან BBC-ს გამოძიებასთან აი იმიტომ რომ გომელაური გამოიყვანეს გააკეთა მთავარი აქცენტი რომ ნაცებმაო კატა გამოთხარესო და თქვა რომ მაგათ დროინდელი იყო მერე გელაძის უარყოფა მერე კობახიძის განცხადებები მერე სუსის განცხადება ანუ აი რა ვერსიებში არის გაჭედილი ახლა ოცნება ну ნახეთ ახლა რა ხდება რა როგორი სიტუაცია არის ახლა ну რა თქმა უნდა ახლა იქ ვიღაცამ მე ცოტა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა რომ ნაცებმა იყიდეს ახლა ნაცებმა ხა ავტომატებიც იყიდეს და ტანკებიც იყიდეს რამდენად მე ვიცი და ახლა ხო შეიძლება ესენი ყველაფერი ახლა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენო და ვიღაცამ ეს უთხრა ეთყობა იქ რომ იმათმა კი იყიდეს მაგრამ შენ რატო გამოიყენე ახლა ვინც გამოიყენა იმის ბრალი არის ხო შესაბამისად თან მაგასაც რომ თავი დავანებოთ ახლა ხო ეს რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში ეს ერთი და იგივე ადგილზე იყო გაშიშებული და ეს რაოდენობა რაც იყო სულ მუდმივად ერთი და იგივე რაოდენობა იყო ეხა აქ უამრავი და შემოწმებები ტარდებოდა მაშინ და ინსპექტირებები ტარდებოდა და ყველას ჰქონდა მაგასთან ხელმიწვდომის შესაძლებლობა ეს იყო გენერალური ინსპექცია ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი და ასე შემდეგ ყველა მიცოდა ამის შესახებ ყველა მიცოდა რომ ეს არსებობდა ეს ქიმიური შენაერთი და ამას იმიტომაც ვეღარ დამალავდნენ უბრალოდ მაგინი ჩემი აზრი არის და მხოლოდ ჩემი აზრი არის რომ სავარაუდოდ მათ ის უკვე გააუქმეს გაანადგურეს იმისათვის რომ კვალი დაფარონ მაგრამ ყველაზე ცუდი ის იქნება მათთვის მომავალში როდესაც მოგვეცემა იმის შესაძლებლობა რომ ჩავატაროთ დამოუკიდებელი სრულად გამოძიება იმისათვის მიუკერძოებელი გამოძიება ჩავატაროთ იმისათვის რომ დამტკიცდეს თუ რა ნივთიერება იყო აუცილებლად იქნება გაჟღერებული სიმართლე რატო იქიდან გამომდინარე რომ უამრავ ადამიანს ჰქონდა ამასთან შეხება და მე დარწმუნებული ვარ კიდე რომ ვიღაცას სადღაც ეს ექნება შენახული იმისათვის რომ საკუთარი თავი გადაირჩიოს. თქვენ დაგაკავშირეს ბატონლაშა ამის შემდეგ 4 ოქტომბერს არეულობას 4 ოქტომბრის და თქვენს რომ ტროტილს ყიდით ვინმე მართლა მაინტერესებს აი მე ვყიდდი ტროტილს ხო რაღაც ეგეთი არისო ანუ თქვენზე გაკეთებული განცხადება კავშირი თქვენი 4 ოქტომბერთან დაკავშირება და აი წავიკითხავ საყურადღებო გარემოება რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო მასალის მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა შენახვის ფაქტს და საინტერესოა თუ დაგიკავშირდათ ვინმე ბრალი თუ წაგიყენეს რაიმე მტკიცებულება თუ არის კონკრეტულად ამ საქმეში თუ ისევ მხოლოდ ზეპირად გველაპარაკებიან იმიტომ რომ ყველა გამოვკითხეთო შერგელაშვილის გარდაო და რა ვიცი მედიისთვის ხელმისაწვდომი ხარ და სუსისთვის რატომ მათთვისაც ხელმისაწვდომი ვარ აუცილებლად ვიქნები მე არ გავუყურებ არანაირ პასუხისგებლობას პირდაპირ გეტყვით რომ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ეხლა რას მედავებიან არ ვიცი ამ ტროტილის შესახებ და რისთვის მჭირდებოდა ესეც არ ვიცი. ერთადერთი შემიძლია ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო დავამშვიდო იმაში, რომ მე თქვენი მტერი არა ვარ და არც არასოდეს ვიქნები თქვენი მტერი. მე დაახლოებით 2 წელიწადნახევარი გავატარე ფრონტის ხაზზე, აქედან 7 თვის განმავლობაში მე
მხოლოდ ჰოსპიტალში ვიყავი სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 3-ჯერა ვარ დაჭრილი. მე არასოდეს არ ვებრძოდი საქართველოს. საქართველო არის ჩემი სამშობლო, რომელიც ძალიან მიყვარს, სადაც ძალიან მინდა დაბრუნება და მე ვთვლი საკუთარ თავს ჩემი ქვეყნის პატრიოტად. არასოდეს მე არ ვიქნები მის მომხრე, რომ რაიმენაირ დონეზე საერთოდ საქართველოში ძალისხმიერი იგზით მოხდეს რაიმე არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე პირველი ამის მოწინააღმდეგე და ამის მტერი ვიქნები. ეხლა რა თმინდოდა ეხლა იარაღი მე ვერ ხვდები უბრალოდ საქართველოში მე შევიძინე, ანუ მე ეს ვერ გავიგე უბრალოდ რა ხდება, ანუ მივყიდე ვინმეს გავყიდე თუ ანუ ჩემთვის მე არავინ არ დამკავშირები არ ვიცი ახლა ამის შესახებ, იმიტომ რომ მაშინაც რაც მოვისმინე იმ თემასთან რომ რაღაცა ძველს თემასთან მედავებიან თურმე რომ დაუმარხე ზღვასთან, ხომ? თუ არ ვწდები ესია, ხო? ანუ მე ჩამოვედი, არ ვიცი, არ მესმის, მართლა არ მესმის. მე რამდენიმე დღის წინ ადვოკატსაც ვესაუბრე, დაურეკე, თხოვე რომ თუ შეძლებდა დახმარებას რომ ამ პროცესში, იმიტომ რომ მე არავინ არ დამკავშირებია, მე მზად ვარ ვითანამშრომლო მათთან, თუ რაიმენაირად შემეძლება საქართველოს დავეხმარო, ჩემი თავი შემოგევლოთ. მე როგორც ამ ფილმში მივიღე მონაწილეობა, ასე რომ ვთქვათ, სრულიად ვანგაროდ გულისხმობ იმას, რომ არანაირ შედეგის მიღებას არ ვფიქრობდი საკუთარი თავისათვის, პირიქით მინდა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ქვეყანა საქართველო, ჩემი სამშობლო იყოს ერთიანი, ძლიერი, მთლიანი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი და მიზეზი. მე მეტი არაფერი არ მინდა. კი ბატონო, მოკლედ ვართ ეხლა ამ მოცემულობაში, ანუ აღარ საუბრობენ სასამართლოზე, რომ უნდა უჩივლონ BBC, საუბრობენ მარეგულირებელზე. ამბობენ, რომ გამოძიება დასრულებულია, არანაირი დოკუმენტაცია ჩვენ არ გვინახავს, გვაჩვენეს ეს კასრი, რომელზეც თქვენი მოსაზრება გამოთქვით და ამ წუთამდე ჩვენ არ ვიცი ზუსტად ეს კასრი, საიდანაც არის, მე ზუსტად ვიცი. მაგრამ არ გინდათ გითხრათ, ხო? მაპატიეთ ეხლა, რა თქმა უნდა. მე ზუსტად ვიცი, ანუ მე ყველაფერი ვიცი ეხლა, ვერ დამიმალავენ ისინი. აი იმიტომ არის, როდესაც ჩატარდება ქალბატონო ინგა ობიექტური გამოძიება, აუცილებლად აიხდება ფარდა ყველაფერს და თქვენთან ერთად მეც ძალიან მაინტერესებს რა ნივთიერება შეიცავდა ის სამწუხაროდ არ მქონდა შესაძლებლობა მისი ნიმუშები მომეპოვებინა. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო ლაშა, რამე ხომ არ გამომჩა, ხომ არ დაამატებდი ჩვენს საუბარს ისეც რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა მაყურებლისთვის მოსასმენად. სავარაუდოდ ეხლა არა მაქვს არ მომდის ეხლა თავში აზრად არაფერი ისეთი. გაგრძელება რა ექნება ხო ესაა საინტერესო. იქნება გაგრძელება, დიახ, გაგრძელება იქნება, იმიტომ რომ სამწუხაროდ, გვატყუებენ, მოგვატყუებთ ბატონებო. დასაჯეთ ის, ვინც დასაჯელები არიან, გითხარით ის რა მოხდა. ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა გამახსენდა რომ თქვენს რომ ესა სპეცოპერაცია ჩაატარესო საქართველოს წინააღმდეგ, დიახ. არ ვიცი, რამდენად შეიძლებოდა დაუშვათ BBC-ს დოკუმენტურ ფილმს ჩაეტარებინა სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. და არ ვიცი მე როგორც ერთმა ადამიანმა როგორ ჩავატარე სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. თუ ამასთან აქვთ რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდონ და გვითხრან, კი ბატონო, არ არის ამასთან დაკავშირებით პრობლემა. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა ეს ის იქნება, რომ აუცილებლად ჩატარდება გამოძიება, აუცილებლად მივა ეს საქმე ბოლომდე და აუცილებლად დავეხმარები ნებისმიერ დამოუკიდებელ ორგანოს იმისათვის, რომ გამოძიება იყოს და ჩატარდეს სწორად და ობიექტურად.